Კარმული იქნება 2025 წელი ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის. Ამ ვიდეოში ასევე ვისაუბრებ 2025 წლის კარმულ თემებზე. მოდი გავიგოთ რა ხდება ცაზე და როგორ მოვიქცეთ დედამიწაზე. აღმავალი კვანძი იანვრის ბოლოსთვის გადავა თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო დაღმავალი კვანძი შესაბამისად იანვრის ბოლოსთვის გადავა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. სატურნი ზაფხულში სტუმრობს ვერძის ზოდიაქოს ნიშანს. წლის დანარჩენ პერიოდში კი იგი თევზების ზოდიაქოს ნიშანს ესტუმრება. იუპიტერი დირექტიულ მოძრაობას თებერვლის თვეში შეიძენს და ნოემბრის შუარიცხვებამდე ასე გააგრძელებს. უნდა ვთქვათ ისიც, რომ მაისი-ოქტომბრის შუალედში რეტროგრადული იქნება პლუტონი. ახლა კი იმაზე თუ როგორ მოვიქცეთ. 2025 წელს ოჯახური თემები წამოვა წინა პლანზე. ერთი მხრივ მტკიცე და ბედნიერი ოჯახები შეიქმნება, მეორე მხრივ კი დიდი ხნის ოჯახები დაასრულებენ თანაცხოვრებას. უნდა შეინიშნოს, რომ რელიგია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ვერ ვიტყვით, რომ ეს როლი ნეგატიურია. საინტერესოა ისიც, რომ წლის მეორე ნახევარი საქართველოსთვის უკეთესი იქნება, ვიდრე წლის პირველი ნახევარი. ახლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს. პირველი ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2025 წელი კარმული იქნება, არის კირჩხიბი. ამიტომ სასურველია კირჩხიბების სწორედ 2025-ში დაოჯახდეთ. ხოლო თუ ოჯახური თანაცხოვრება თქვენთვის გაუსაძლისია, სწორედ 2025 წელს დაასრულოთ. მეორე ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2025 წელი კარმული იქნება, არის თევზები. თევზებს 2025-ში მაინც ესე ვთქვათ ზიგზაგები გელით და საბოლოო სამშვიდობოს 2026 წელს გახვალთ. ასე რომ მზად იყავით. მესამე ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2025 წელი კარმული იქნება, არის მორიელი. 2025 წელს მორიელებისთვის ტრანსფორმაციული და გადაფასების წელია. მოკლედ, როგორც ხედავთ, წყლის სტიქის წარმომადგენლებისთვის იქნება 2025 კარმული. ნაყოფიერ წელს გისურვებთ. დროებით.